ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საზეიმო ღონისძიებები იწყება თბილისში. დღეს სტარტი თოვლის ბაბუებმა აიღეს, რადგან ეს ერთგვარი სპორტული ღონისძიებაცაა. ჩვენი სპორტის ჟურნალისტი ვახო გაფრინდაშვილი აშუქებს მას, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვრთავთ. ვახო, გისმენთ. 2015 წლამდე რამდენიმე დღე რჩება, შესაბამისად ემზადება ქალაქ თბილისიც. დღესასწაულთან დაკავშირებით საზოგადოებაში სადღესასწაულო განწყობა თავისთავად იმაღლებს, მაგრამ ამ განწყობის უფრო მეტად ამაღლებისთვის დღეს რამდენიმე ათეულმა თოვლის ბაბუამ ვარდების მოედინა. სტარტი აიღო თბილისის სხვადასხვა უბნების მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი თოვლის პაპები ასევე საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას უწყობენ ხელს, რადგანაც ისინი გადაადგილდებიან ველოსიპედებით და დამერწმუნებით. მთელი დღის განმავლობაში თბილისის ტერიტორიაზე ველოსიპედით გადაადგილება არც ისეთი იოლია. ჩვენი მიზანი არის ის, რომ გავახაროთ საზოგადოება, გავახაროთ ახალგაზრდები, პატარები, მოზარდები, იმიტომ რომ ყველას უხარია თბილეულის დარიგება. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ის ფაქტი, რომ თბილისის გარშემო თუნდაც მრავალ ღიარულ ადამიანს ვნახავთ, მრავალ გაღიმებულ ადამიანს ვნახავთ. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი და იმედია ამ მიზანს გავამართლებთ. თბილისის ტერიტორია იქნება საკმაოდ დატვირთული საახალწლო ღონისძიებებით, ყველას მოუწოდებ მოვიდნენ, იქნება სპორტული გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ქალაქის მთავარი საახალწლო ცენტრი იქნება თბილისის პარკი. აქ უკანასკნელი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დღის შემდეგ უკვე დაიწყება ღონისძიებები, როგორც სპორტული, ასევე გასართობი. დღის მთავარი კულმინაცია კი დღის მეორე ნახევარში იქნება, როდესაც ქალაქის მერი თბილისის მთავარ ნაძვისხეს საზეიმო ვითარებაში აანთებს. მადლობა ვახო, საინტერესო ჩართვისათვის. ვახო გაფრინდაშვილი საუბრობდა. ნაძვისხის ანთება იქნება ერთ-ერთი ბოლო